მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკუ კავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის ივლისის ტაროსკოპს ვერძებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნველოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია. მე-15 მაღალი არკანი ეშმაკი. ერთი მხრივ პოზიტიურ ასპექტში ეს არკანი მიუთითებს თქვენს მნიშვნელოვან მატერიალურ რესურსებსა და შესაძლებლობებს ივლისის განმავლობაში. შესაძლებელია საუბარი იყოს დიდ შემოსავალზე, წარმატებულ თვითრეალიზებაზე, ავტორიტეტისა და გავლენების ზრდაზე. ეს ენერგია ასევე შეიძლება გულისხმობდეს პროფესიულ სფეროში მოპოვებულ აღიარებას და ზოგადად პოპულარობის ზრდას. თუმცა მეორე მხრივ, ამ ბარათის ენერგია შესაძლებელია საუბრობდეს მიჯაჭვულობებზე, ამ პერიოდში მკაფიოდ დაინახავთ, სად კარგავთ ენერგიას და სად მოქმედებთ ინერციით და არა თავისუფალი არჩევანით. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ზედმეტად არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, მაგალითად შესაძლებელია მატერიალურად იყოს სხვებზე დამოკიდებული, გადაჭარბებულ ყურადღებას აქცევდეთ სხვების აზრს, ან მიჯაჭვული იყოთ საკუთარ მავნე-ჩვევებზე, იქნება ეს ალკოჰოლი, სხვადასხვა სინთეთიკური საშუალებები, აზარტული თამაშები თუ ტოქსიკური პარტნიორული კავშირები. ასეთი მიჯაჭვულობა, როგორც წესი, ხშირად მომდინარეობს არასწორი შინაგანი განწყობებიდან, როდესაც არ გსურთ ან ვერ ახერხებთ საკუთარი პრობლემების გააზრებას და აღიარებას. ასევე შესაძლებელია ეს ბარათი მიუთითებდეს ეგრეთ წოდებული კომფორტის ზონაში ყოფნაზეც, როდესაც ვეჩვევით არც თუ სახარბიელო სტაგნაციის მდგომარეობას, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ყოფნის შინაგანი რესურსი ცვლილებებისთვის. ასეთ დროს ხშირად ყალიბდება დაბალი თვითშეფასება, კომპლექსები, შიშები და სწორედ ეს ფაქტორები კიდევ უფრო აფერხებს ადამიანს, რომ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაჯანსაღებისკენ, გათავისუფლებისკენ და განვითარებისკენ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არკანი შეიძლება ეხებოდეს ჯანმრთელობის საკითხებსაც, როგორც ფიზიკურ, ასევე და განსაკუთრებით ფსიქოემოციურ დონეზე. ის შეიძლება მიუთითებდეს გადატანილ ძლიერ სტრესს ან დეპრესიულ ეტაპს, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებთ იყოთ აქტიურ ენერგიებში და სრულყოფილად გამოავლინოთ თავი ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გქონდეთ განცდა, რომ რაღაც გიჭერთ, გაკავებთ, ან არ გაძლევთ წინსვლის საშუალებას, ასევე ივლისში მაღალი იქნება ცდუნებების რისკი და მოტყუების ალბათობა, მათ შორის საკუთარი თავის მოტყუების, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი გაიაროთ მეტი ყურადღებით, დაკვირვებულად და მეტი სიფრთხილით. სამაგიეროდ ეს პერიოდი მოგცემთ შანსს აღმოაჩინოთ თქვენი შინაგანი ძალა და ბერკეტები, რომ დაძლიოთ ასეთი ნეგატიური ასპექტები. ეს თვე არ მოითხოვს თქვენგან მყისიერ, რადიკალურ ქმედებებს, ის უფრო მეტად ითხოვს ღრმა გაცნობიერებას და რაც უფრო გულწრფელად შეხედავთ საკუთარ სურვილებს, შიშებს და რეალურ მოტივებს, მით უფრო მარტივად შეძლებთ გათავისუფლდეთ იმ დესტრუქციული ციკლებისგან, რომლებიც აღარ გემსახურებათ. დაუთმეთ დრო მენტალურ პროცესებს, დაკვირვებას, გააზრებას, ეცადეთ იმოქმედოთ გაცნობიერებულად სხვებთან ურთიერთობაში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეთ პრინციპით 100 ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. და რაც მთავარია, მეტად ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, მეტი დრო დაუთმეთ თვითშემეცნებას და ზოგადად თვითანალიზს. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ხმლების ცხრიანი, ამ პერიოდში გექნებათ გარკვეული
მომეტებული შინაგანი შფოთვა, შესაძლებელია უძილო ღამეები ან შიშები, თქვენი კომუნიკაცია და ზოგადი განწყობა იქნება საკმაოდ დაძაბული და შესაძლებელია წარსულის ტრავმები ან ნეგატიური ფიქრები ამ პერიოდში მოსვენებას არ გაძლევდეთ. გირჩევთ შეინარჩუნოთ გონების სიცხადე, დისტანცირდეთ რამდენადაც ეს შესაძლებელია ემოციებისგან და არ მისცეთ საშუალება უსაფუძვლო პანიკას, ხელოვნურად დაამძიმოს თქვენი ურთიერთობების ატმოსფერო. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. თასების 6-იანი, ფიქრობ ამ შემთხვევაში საუბარია წარსულზე, შესაძლებელია თქვენი მღელვარების მიზეზი გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს დიდი ხნის წინ მომხდარ ამბავთან, ან იგულისხმებოდეს, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებთ რაღაც, რაც ივლისის განმავლობაში განსაკუთრებულად დაგაფიქრებთ. მეორე მხრივ, თვითონ ბარათი საკმაოდ პოზიტიური ენერგიების მატარებელია და შეიძლება იმასაც გულისხმობდეს, რომ სწორედ ივლისის განმავლობაში მოაგვარებთ რაიმე დიდ პრობლემას და თქვენს კავშირში შემოვა სითბო, ნოსტალგიური განწყობები, პოზიტიური მოგონებები და შეიძლება სწორედ ეს დაგეხმაროთ ძველი წყენების დავიწყებაში და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებაში. გირჩევთ, რომ თუ წყენაზეა საუბარი, აპატიოთ ერთმანეთს ძველი შეცდომები, გაუზიაროთ მეტი სითბო და თავად ნახავთ, როგორ გაჯანსაღდება თქვენი კავშირი. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, კვერთხების ცხრიანი, ეს ბარათი მიუთითებს თავდაცვის პოზიციაზე, სიფრთხილეზე და ერთგვარ უნდობლობაზე. ივლისში თქვენ გექნებათ სურვილი დაიცვათ პირადი სივრცე, საზღვრები, სავარაუდოდ წარსულის ნეგატიური გამოცდილება გაიძულებთ, რომ სიფხიზლე გამოიჩინოთ. მეორე მხრივ ეს ბარათი მეტყველებს, რომ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ რესურსი ურთიერთობის მცდელობისთვის და მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სიფრთხილე არ იქცეს მუდმივ ეჭვებად, ჩაკეტილობად ან გარკვეულ ემოციურ კედლად. ამიტომ ეცადეთ გაარჩიოთ რეალურად რა გიცავთ შეცდომებისგან და რა პირიქით ხელს გიშლით, რომ რეალიზდეთ ამ მიმართულებით. დაუთმეთ ეს დრო ამ საკითხებზე ფიქრს, მაშინ ეს პერიოდი შეიძლება იქცეს იმ საზღვრად, რომლის შემდეგაც შეძლებთ უფრო ჯანსაღად დაგეგმოთ საკუთარი პირადი ცხოვრება. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ივლისში საქმიანი სფერო. მერვე მაღალი არკანი ძალა. ივლისის განმავლობაში მოგიწევთ მოიკრიბოთ ენერგია და დიდი ძალისხმევა მიმართოთ თქვენი თვითრეალიზებისკენ. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება იმუშაოთ თქვენს თავდაჯერებულობაზე და ხასიათის სიმტკიცეზე. გირჩევთ იყოთ მეტად გამბედავები, გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე, ასეთ შემთხვევაში შეძლებთ თავი გაართვათ მიმდინარე საქმეებს და გაგიადვილდებათ გაერკვეთ სამომავლო პროფესიულ პერსპექტივებში. ეცადეთ გამოავლინოთ თქვენი თავი მაქსიმალურად და ორიენტირდეთ წარმატებაზე და დასახული მიზნების მიღწევაზე. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების მეფე, საკმაოდ რაციონალური ენერგიაა, თქვენ ბევრს იფიქრებთ, ბევრ საკითხს გაანალიზებთ, შესაძლებელია ახლებურად გაიაზროთ თქვენი როგორც პროფესიონალის შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება, შეძლებთ გასჭვრიტოთ სამომავლო პერსპექტივებიც, ამ პერიოდში მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებსაც, თუმცა ასევე იქნებით ცივი, მკაცრი, მომთხოვნი და თუ განსაკუთრებით ხელმძღვანელ პოზიციას იკავებთ სამსახურში, გირჩევთ აკონტროლოთ თქვენი ტონი, თქვენი სიტყვები, არ გადააჭარბოთ, რომ არ შექმნათ დაძაბული ატმოსფერო და კონფლიქტური სიტუაციები. მაშინ თქვენ გექნებათ ყველა პირობა, ამ პერიოდში იყოთ გამორჩეულად ნაყოფიერი და წარმატებული საქმიან სფეროში. მოიპოვებთ კეთილგანწყობას,
პატივისცემას თანამშრომლებში და შესაძლოა საინტერესო შემოთავაზებები და ისეთი წინადადებებიც მიიღოთ, რომელიც კარდინალურად შეცვლის თქვენი კარიერული განვითარების გზას პოზიტიური მიმართულებით. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, კვერთხების 4-იანი მიღწეული წარმატებებით სიხარულის ენერგიაა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ივლისში შესაბამისი აქტიურობის შემთხვევაში თქვენ ნამდვილად გაქვთ შანსი, რომ ნახოთ სამსახური, ასევე გეტყვით, რომ საქმე, რომლითაც ამ პერიოდში დაკავდებით, პოზიტიურ მუხტს და სტაბილურობისგან გამოწვეულ სიხარულს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, რომელმაც შესაძლოა ცხოვრების სხვა სფეროებზეც იქონიოს პოზიტიური გავლენა. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, ხმლების პაჟი, ამ პერიოდში იქნებით საკმაოდ აქტიური, ამბიციური, ახალი ინიციატივებით სავსე, დიდ დროს დაუთმობთ ინფორმაციის მოპოვებას, ფიქრს, საუბრებს, შესაძლებელია მოლაპარაკებებიც წამოიწყოთ ახალ პროექტებთან დაკავშირებით, ეცადეთ გაფილტროთ ყოველგვარი ინფორმაცია, მაშინაც კი თუ თვლით, რომ ინფორმაციას სანდო წყაროდან იღებთ. გამოავლინეთ მეტი კრეატიულობა და ნაკლები სიხისტე. არ შეხვიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებში, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და განსაკუთრებული ყურადღებით დადეთ ნებისმიერი შეთანხმება. მით უმეტეს თუ ამ შეთანხმების დოკუმენტირება ხდება, მაგალითად თუ იურიდიულად აფორმებთ ხელშეკრულებას. გაითვალისწინეთ, რომ სიჩქარეს შეცდომები მოაქვს, ამიტომ იმოქმედეთ დინჯად და მეტი ყურადღებით. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ივლისში, მეორე მაღალი არკანი ქურუმი ქალი, თუ ეს ფინანსური თვალსაზრისით სტაბილურად გაივლით, თქვენ გაქვთ შინაგანი ცოდნა და შესაბამისი უნარჩვევები, რომ კეთილგონივრულად მართოთ საკუთარი ბიუჯეტი. თუმცა მაინც გეტყვით, რომ ამ პერიოდში თავი შეიკავეთ და არ გაწიოთ გაუმართლებელი ხარჯები და ასევე უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ აიღოთ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები და არ გააკეთოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციებიც. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების დედოფალი. სამყარო გირჩევთ, რომ ივლისის თვეში გამოიჩინოთ მაქსიმალური პრაგმატულობა, რაციონალიზმი, სიმყარე და მიწაზე მყარად დგომის უნარი. ნუაყვებით ემოციურ ქაოსს და სხვადასხვა ცდუნებებს, იზრუნეთ თქვენს ხელთ არსებულ რესურსებზე, მართეთ ბიუჯეტი და ყოველდღიური საქმეები ორგანიზებულად, გონივრულად და სკრუპულოზურად. დაიყრდენით საკუთარ გამოცდილებას, იმოქმედეთ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად და სწორედ ეს რეალისტური და მყარი მიდგომა უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას და სტაბილურობას მომავალში. ასეთი იყო 2026 წლის ივლისის ტაროსკოპი ვერძებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე, გელით პირად კონსულტაციაზე. მომწერეთ, ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.